სტრასბურგში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში მოისმინეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში ბორის სილევიჩის მიერ მომზადებული დასკვნა დახურულ კარს მიღმა განიხილეს. დოკუმენტში მოხვდა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაც. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მხარები დავობდნენ მისცა თუ არა მომხსენებელმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშვნები ვანო მერაბიშვილის და რუსთავი ორის საქმეებზე. ქეთი ქარდავა მუშაობს ევროსაბჭოში ჩართვა სტრასბურგიდან. მონიტორინგის კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ თანამომხსენებლების საქართველოს შესახებ იყვნენ პირველები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ის საინფორმაციო ანგარიში, რომელიც ვიზიტის შემდეგ შეადგინეს, დღეს განიხილეს და რომლის გამოქვეყნებასაც ველოდებოდით, არ გასაჯაროვდება, მის ნაცვლად გავრცელდება პრეს-რელიზი, ეს იქნება კომიტეტის განცხადება და აღნიშნეს, რომ ისეთი საკითხები იყო განხილული ხდომაზეც და ისეთ თემებზეა საუბარი საინფორმაციო ანგარიშიც, რომ შესაძლოა მის გასაჯაროებას ქონოდა გავლენა წინასაარჩევნო პერიოდზე და სწორედ ამით ახსნეს ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენთან საუბრის დროს ისინი აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტებზე, რაც იწვევს ამ ორგანიზაციის და მათი შეშფოთებას, აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს და ელოდებიან, რომ საქართველოში იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ შეშფოთებას იწვევს ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტი. გვაქვს დიდი იმედი იმის, რომ მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურ ზომებს მიიღებენ. ტელევიზიების ხელში ჩაგდება სამწუხაროდ არ არის ახალი საქართველოსთვის. თქვენ ჩემზე უკეთ იცით ეს. სასამართლო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნების შემდეგ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია აჩვენებს, რომ შეიძლება ასე არც იყოს. ყოველთვის დელიკატური საკითხია თუ როგორ იმოქმედებს სასამართლო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს ქვეყანაში მედიის თავისუფლება. გარედან ჩარევა ძალიან ძნელია. უკეთესი იქნება, რომ არჩევნების წინ გადაწყვეტილება არ მიიღონ. ძალადობა არის მიუღებელი, გამოძიების გარეშე არ უნდა ჩაიაროს ასეთმა ფაქტებმა. გამოხატვის თავისუფლება არის აუცილებელი როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის. არ გავრცელდება საინფორმაციო ანგარიში. შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო პროცესებზე. გვაქვს იმედი, რომ არავინ არ გამოაქვეყნებს იმ საუბარს, რაც ხდებოდა დარბაზში. ამასაც ყურადღებით დავაკვირდებით. მომხსენებლების შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ ორ დეპუტატს, მანანა კობახიძეს და კომიტეტის წევრ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს გიორგი კანდელაკს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაუსვით კითხვა, თუ რა იყო მთავარი თემა და რაზე გამახვილდა ყურადღება. მანანა კობახიძემ ჩვენთან ისაუბრა იმ კონტექსტზე, თუ როგორ იყო განხილული რუსთავი ორის თემა, ასევე კორცხელის ინციდენტი და რა ითქვა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. ამ კომენტარს, როდესაც აკეთებდა მანანა კობახიძე, მას ისმენდა გიორგი კანდელაკი, რომელიც შორი ახლოს იდგა და კომენტარის დასრულების შემდეგ კანდელაკმა შენიშვნა მისცა მის კოლეგას მანანა კობახიძეს და უთხრა, რომ მას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ პრესასთან ღიად ესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც იყო განხილული დღეს დახურულ ხდომაზე. რუსთავი ორზე აპელირებისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი სილევიჩის მხრიდან დასმული სწორედ შეკითხვა, კონტრშეკითხვა, როდესაც საუბრობენ რუსთავი ორზე, ალბათ 2007 წელი და იმედი უნდა გაიხსენონ, ეს იყო ფაქტი, ძალიან მძიმე ფაქტი საქართველოს ისტორიაში და დღეს ეს დავა იხილება სასამართლოში. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქმული ბატონი სილევიჩის მხრიდან, როდესაც პირდაპირ უთხრა ბატონ კანდელაკს, რომ ის ახდენს არასწორ ინტერპრეტაციას სასამართლო გადაწყვეტილების და რომ ეს არის დაუშვებელი. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთმნიშვნელოვანი და კომიტეტშიც ასთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ არის. ბატონი სილევიჩი წარმოადგენს ლატვიაში პრორუსულ პარტიას, მისი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პუტინი არის ღმერთი წყალობა და ამიტომ ყველაზე დიდ ავტორიტეტად საქართველოში დემოკრატიის შეფასების თვალსაზრისით ვერ გამოდგება. ვანო მერაბიშვილზე სილევიჩს ჰქონდა თუ არა კითხვა? თქვენთან რომ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ეს თქმაც მინდა და ვთქვი. ანუ მანანა კობახიძემ რაც თქვა, შეესაბამება სიმართლეს თუ არა? ის თქმაც მინდა და ვთქვი. გითხრათ თუ არა, და გადანაშაულად თუ არა იმაში, რომ სილევიჩის შეფასებას გავაკეთე. სანდოობა მანანა კობახიძის და ზოგადად ქართული ოცნების ამ და სხვა ჩვენი ხალხისთვის მწვავე საკითხებზე, ეკონომიკა იქნება თუ დასაქმება არის ნულის ტოლი. ბატონმა ბორისმა თქვაო და მეკითხება კომენტარს და მე რა გავაკეთე? თქვენ გადმოეცით იქ საუბრის შინაარეს, რაც აკრძალულია. კი ბატონო, დავიშვები და შეგიძლიათ გამიშვი.
მონიტორინგის კომიტეტი გააგრძელებს დაკვირვებას წინასაარჩევნო პერიოდზე და არჩევნების დღესაც და დელეგაცია სექტემბერში ჩამოვა.